უფულობის გამო ხშირად აქვთ ხოლმე ადამიანებს დეპრესია. გონიათ ეს მომენტი. თუ არ იცით, მეორე დღეს რა ჭამოთ სოლშულს და ამ შემდეგ. მე მაგას და მე ადამიანს ეთყობა გაქცევის ადვილი საშუალება ზოგს დალევა გონია და ის კიდე უარეს დეპრესიაში გაგდებს. მე უკვე ახალი ტალღაა ეს დეპრესიული ტალღა, რომ რამ გათქმი, რამ გაგაკეთებინა. ან იმ ადამიანთან არ შეგრცვა, ან საერთოდ ცოცხალი როგორ დადიხარ რა. არსებობს ეს, ამას არავის არ ეუბნება არც ერთი კაცი. მეორე შეიძლება უახლოეს ძმაკაც კი არა, მე უახლოეს ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ ცემს ის. ხო. ისევ შენ თავში უნდა იპოვო ძალა, რომ გამოხვიდი ამ არ დალიო არავითარი არც ტაბლეტი, არც ანტიდეპრესანტი, რაღაცით, არ ვიცი. იმიტომ ჩაგაყენა ღმერთმა ამ მდგომარეობაში, რომ მიხვდე, რომ დალშენილზე იქით გზა აღარ არის. ან სიკვდილია, ან ისევ რაღაცა კიდე უარესი პრობლემები. ხო. თუმცა ალკოჰოლით პრობლემების დავიწყებას ბევრი ცდილობს, რა თქმა უნდა, შეცდომა და უარეს საკეთებს. ქონიათ პერიოდი, როდესაც გაგრძელებულად და დამოკიდებული გამხდარ ხართ იმის გამო, რომ პრობლემები დავიწყებულიყო ვითომ. მე მაგ ერთხელ დალეული. დანარჩენი სუპახმელიაზე გამოვდიოდი ხაზგასმენ თუსვამ. მე წლები იყო 3 წელი, 4 წელი 5 წელი არ ავსვამდი, მაგრამ რაღაცა მე ჩემ თავს მოუგონე პრაზნიკი, რომ რაღაცა აი საშობაოდ დავლე. კი, იმას იქით არ გადავდიოდი, მე ვიფილტრავდი სისხლს რაღაცეები იქით აქეთ, მაგრამ თუ იტყვი რომ არ დალიო. ეხლა პრაზნიკამ რაღა. ხო, ეხლა მით უმეტეს ვირა უნდა მომთხოვოს, მაგრამ სინდისმა უნდა მოგთხოვოს. ბუნებრივია. ამან მე ძალიან ბევრი დამაკარგინა გეუბნები, მე ეხლა ცოტა ხმამაღლა არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ ჩემი ღმერთისგან მოცემული ტვინით და ნიჭიერების 10% არ ამա გამოყენებული. და ეს იყო ალკოჰოლის გამო, რომ იმ პერიოდში ბოჰემურ ცხოვრებას მისდევდით. ალკოჰოლის გამო. ამდენი წელი გაგრძელდა ეს ყველაფერი. ნუ აი ხა მაგალითად ერთ წელიწადში დავკარგე დედა, მამა ჯერ რო გაიგრო დედაჩემს ჰქონდა სიმსივნე, წნევამ დაარტყა და მოკდა სახსალამათი კაცი. 6 თვის თავზე მოკდა დედაჩემი და 6 თვეში ბიძაჩემი. ანუ ეს იყო 3 ადამიანი 58-ის მამაჩემი, 57-ის დედაჩემი და 52-ის ბიძაჩემი. 3 ადამიანის დაღუპვა, ამ ახლობელი ადამიანების დაღუპვა იმოქმედებდა კატასტროფულად ალბათ. წელიწადი და 9 თვე არ გამოფხიზლებულ ვარ. მიმალავდნენ სასმელს, ისეთი ცუდად ვიყავი და ისე რა თქმა უნდა, ეხლა არ შეიძლება არა ვთქვა, არ მითქვია. ნათია რო არ ყოფილიყო, ჩემთან ინტერვიუ არ იქნებოდა ნახდად გეუბნები. როგორც ჩემმა ნიჭიერმა მეგობრებმა და აი მე ვთვლი უგენიოსმა ადამიანებმა, რაც თავის თავს უქნეს, იგივე დამიმართებოდა. ანუ ამ პერიოდში ჩაიკეტეთ, არავის ნახვა არ გინდოდათ, არაფრის გაკეთება. არა, მე ვეძებდი, ყველასთან სვამდი, ყველასთან. და ეს გრძელდებოდა, აი ხო გეუბნები, იმ პერიოდში ელენე მყავდა 10-11 თვის წელიწად ნახევარი ბავშვმა ენა მოიდგა და მანდაც დამეხმარა აი ღვთის შეწევნით ოქროს არწივი კინოფესტივალი ტარდებოდა და მამაკაცის საუკეთესო შესრულებისთვის მომცეს ოქროს არწივი და 50,000 მანეთი მაშინ ის იყო უზარმაზარი თანხა და გამომდინარე აქედან რაღაც ახალი სტიმული დაიბადა რომ უცებ ვიღაცამ დამიძახა ბატონო ზაზა. და რაღაცა ყურში უცნაურად გაიშღერა და მეუღლე ახსენეთ რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა ეს მდგომარეობა არ დასრულებულიყო. 9 ჯერ გადამარჩინა სიკვდილს რა. გეუბნეოდათ რომ საერთოდ მორჩებოდა ყველაფერი თუ აი ყოველთვის ითმენდა ნათია. სიმთვრალეში აგრესიული გამხდარ ხართ? თუ გიჩხუბიათ უმიზეზო? არა, ხების მიმართ არა, ისე რაღაცა სახში გამიჭირებია. ისევ სახში დარჩენილა ეს ამბები. პოლიციასთან თუ გქონიათ უთანხმოება? არა, თუ რაღაც შეურაცხყოფას უკან დამხევი არ ვიყავი. ბოლოს როდის იჭხუბეთ გახსოვთ აი იმ ბოჰემური ცხოვრების პერიოდში?
პრეზიდენტის ინაugurაციის დღეს. რომელი პრეზიდენტის? ქალბატონ სალომეს. ვისთან იჭმება? ტიპებთან, კახელებთან. ნაცნობებთან, უცნობებთან. არა, უცნობ. ფიზიკურად იჭმებათ. მაგრად. და რამე თქვენს თუ ანუ რა რატომ? არაფერი, რაღაცა ციფრალი ვიყავი და ავყია და სხვა ავყიები შემხდნენ და გაუსწორეთ რა ერთმანეთს რა. გაირკვა ყველაფერი მოგვარდა ბოლოს. მოგვარდა. მშვიდობიანად. ქუჩურ გარჩევებში ხშირად იღებით ხოლმე მონაწილეობას საზოგადოებაში? არა. მაგრამ იყო ერთი ფაქტი, როდესაც მურტალოს როლი ჰქონდათ ნათამაშები, მოვიდნენ უცხო ადამიანები და მეუღლემ ჩააკითხა და საქმის გასარჩევად მაგას მე ვერ მოვყვები, ეგ ნათიამ უნდა მოყვეს, იმიტომ რომ იქ მე მთრალი ვიყავი. ხო. მოვიდნენ ხო ხალხი ვიღაცები ეს. კანონიერი ქურდი ეგონეთ მათ. არა, წამოდიო ზონაში შეგიყვანთ და ტიპი დაატორმუზეო, ესე ქურდი უნდა დავატორმ. ნათია მიხვდა რა შთა. მაპატიეთო გენეცალე. ეს არ არისო ის ვისაც გულისხმობთ. ესო ნიჭიერი კაცია და ითამაშაო პროსტა. რა გინდა კუკარაჩა რაზე მოხვედი? ხომ იცი მე საქართველოში არ მუშაობ. ადგილობრივ ხელისუფლებას არ ვაწუხე. ტურისტარებისათვის როქს ნუ ამკიდებ. არ მეკადრება მე მურტალოს იარაღზე ჯდომა. ანუ კანონიერი ქურდი თქვენც ეგონეთ ვიღაცებს გეუბნეოდნენ მე გესმოდეთ. ნარკომანიც ვეგონე ვიღაცებს როცა სჭირდებოდათ და დამიჭირეს და მე ვთხარი პივის და სპირტის გარდა აქ ვერაფერს ვერ იპოვით მეთქი, იმიტომ რომ არა ვარ მომხმარებელი, ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ძალიან მეშინია ნემსის და თაგვის. და წრუწუნის. საიდან იცი? შევისწავლეთ თქვენი საინტერესო ცხოვრება. ხო, ბევრი ფიქრობდა იმას, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშაც იმყოფებოდით, ხო, იმ პერიოდში, როდესაც ალკოჰოლს მოიხმარდით. მე სპლაშნოი ლოთი ვიყავი. როგორც სიტყვიან.